თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციის ახალი იდეა. ვინ და რა ფორმით მიიღებს 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას კვლავ უთანხმოების საგანია ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტების უმრავლესობა კვლავ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმშელებს, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი პირობებით ჩატარდება და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები გათავისუფლდებიან. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ მუნიციპალურ არჩევნებთან ერთად ხელისუფლება ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებსაც ჩაატარებს. პაატა ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიციასთან ერთად განიხილა მობილური ტელეფონებით ხმის მიცემის იდეაც. მმართველ გუნდში 2025 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მონაწილეობის მსურველ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში რეგისტრაცია შეუძლიათ. ვინ და რა საბაბით იწყებს საარჩევნო მზადებას ან ბოიკოტს თამარ ციკლაურის რეპორტაჟი. აი გაქვთ ტელეფონი. თქვენ ამ ტელეფონით ფიქსირდებით ამ მრჩეველთა სიაში. პერსონალური მონაცემები, ვინ ახარ, როგორი ხარ, რა ნომრით ახარ რეგისტრირებოდი და აჭერ რომელ პარტიას გინდა მისცე ხმა. და ესე მარტივად შეიძლება საქმიდან გამოუსვლელად შეიძლება ჩატარდეს ეს არჩევნები. აღმოჩნდება თუ არა პაატა ბურჭულაძის ეს ინოვაციური იდეა პოლიტიკური სპექტრისთვის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის ნაწილი ჯერ საუბარი ნაადრევია. თუმცა იდეა არის და როგორც ბურჭულაძე ირწმუნება შანსიც. საარჩევნო უბნებისა და ბიულეტენების ნაცვლად მობილური ტელეფონებით რიგგარეშე და თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას პაატა ბურჭულაძე სექტემბერში გეგმავს. ტექნიკური მხარე და მზადება ერთია, მაგრამ მეორე ამ არჩევნების ჩაანიშვნის საკითხი, რომელიც თავის მხრივ კონსტიტუციით მკაფიოდაა განსაზღვრული. ამ შემთხვევაში ბურჭულაძეს სალომე ზურაბიშვილის და უზენაესის საბჭოს იმედი აქვს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ლეგიტიმური წარმომადგენლობის, რომელიც 1990 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად შეიქმნა და თუ პაატა ბურჭულაძეს დავუჯერებთ, რომლის მანდატიც კვლავ მოქმედია. ლეგიტიმური პრეზიდენტი. როგორც ამერიკელები იძახიან და ევროპელები და ღებულობენ, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ამ დროს ჯერ კიდე გაუქმებული არ არის ის პირველი უზენაესის საბჭო, რომელიც ვიადის დროს იყო რომელსაც ხელი მოწერა საქართველოს დამოუკიდებლობას. მათაც აქვთ უფლება, რომ დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები. მე შევხვდი პოლიტიკურ პარტიებს. და მაქვს კიდე ბევრი შეხვედრა ხვალ ზეგ და მაზეგ. ყველა მაიტაცა ეს იდეა. ერთ ნიკას, მეორე ნიკას, ეს გვარამია და მელია მხოლოდ ხედავში, გიორგი გახარიას, მე შევხვდი მამუკა ხაზარაძეს, თიკა ბოკუჩავას, ჩვენ გვინდა აბსოლუტურად თუ ყველამ უნდა მიიღოს, ქართულ მოცემაც მიიღოს მონაწილეობა, რატომაც არა. კონსტიტუციური თუ ტექნიკური დეტალების გარდა, პაატა ბურჭულაძის იდეას სჭირდება მთავარი გმირებიც. პირველ რიგში ამომრჩეველი და ასარჩევი ობიექტი, ანუ პოლიტიკური პარტიები. ხოლო მაშინ როცა ოპოზიციური სპექტრის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა და მეორეს მხრივ ჯერ კიდევ ბუნდოვანია მათი პასუხები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ბურჭულაძე ირწმუნება, რომ იდეა პარტიების ნაწილის ლიდერებს უკვე გააცნო და მზად არიან იდეის განხორციელებისთვისაც. უფრო მეტიც, ამტკიცებს, რომ ინდივიდუალურ შეხვედრებზე ლიდერებმა მისი იდეა აიტაცეს კიდეც. თუმცა დახურულ კარს მიხმა პრივატულ საუბრებში ნათქვამის მიუხედავად დღეს ღიად ოპოზიციური სპექტრი მკაფიო არ ჩანდა ბურჭულაძის იდეის გარშემო. მათი მკაფიოობა მხოლოდ მოთხოვნების ნაწილში რჩება უცვლელი. ეს არის ჯერ მოლაპარაკებების სტადიაში, როდესაც გამოიკვეთება კონტურები, მე საბოლოოდ უიტყვეთ ჩვენ პოზიციას. ზოგადად ახლა მობილური ჩატარებული არჩევნები ახლა ჩვენთვის ეს ჩვენი დანერგილი პრაქტიკას გახდა ფაქტობრივად შეიძლება ითქვას და გასაგებია, რომ ხალხს სჭირდება პროცესი, სადაც უფრო მეტად იქნება გამოხატული მათი ნება. თუ ტექნიკურად მოხერხდა მომზადება და ეხნა საერთაშორისო ხარდაჭერას, მაშინ ამდღურად შეიძლება ამ თემაზე საუბარი, თუმცა ჯერ ამ ეტაპზე ნაადრევია. ვერ გამოვდგები ოპოზიციის ნაწილის განცხადებების შემფასებლად, მე ვიცი ერთი რამ, რომ ლელო ძლიერი საქართველო ელოდება ხელახალ საპარლამენტო, ანუ ეროვნულ არჩევნებს. ჩვენ გვაქვს ხარდაჭერა ამ მიმართულებით ქართული ხალხისგან და ჩვენი საგარეო პარტნიორებისგან და მიგვაჩნია ასევე, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის განსამუხტად ერთადერთი გზა არის ორი მოთხოვნის შესრულება. ეს გახლავთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ისე რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები. არსებობს კონსტიტუციით დათქმული ვადები არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის მაისი, ეს არის ოქტომბერი და მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ხალხალ, ისე როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის ორი ძირითადი მოთხოვნა საერთო სახალხო პროტესტის ბუნებრივია, ეს არჩევნები ოქტომბერში არის შესაძლებლობა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის დასრულების, სუვერენიტეტის ნამდვილი დაცვის და მათ შორის იმ ევროპული ფანჯრის გაღების, რომელიც სასახელში ღია იყო.
ამ კომენტარებიდანაც ჩანს, რომ ოპოზიციაში კარგად იციან თუ როდის და როგორ არის განსაზღვრული არჩევნების ჩატარება ქვეყნის უზენაესი კანონის კონსტიტუციის მიხედვით. თუმცა ამის მიუხედავად ამბობენ, რომ გამორიცხვა არაფერი შეიძლება და ირწმუნებიან, რომ რიგარეში არჩევნებისთვის ემზადებიან კიდეც. ისე როგორც მათი ნაწილი, ბოლო დღეებია ირწმუნება, რომ მათი ინფორმაციით ამისთვის ემზადება ქართული ოცნებაც. თუმცა მმართველ პარტიაში ოპოზიციას წყაროებსა და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს უწუნებენ. ისე როგორც მიზნებსა და სურვილებს. სახელისუფლებო ძალა ოპონენტებს ურჩევს რიგარეში არჩევნებზე ფიქრის ნაცვლად ძალები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაზოგონ. თუნდაც არჩევნების საკითხთან მიმართებით ვერ ახერხებენ, რომ საერთო კოორდინირებული პოზიცია იქონიონ. ეს რა თქმა უნდა იმითაც აიხსნება, რომ საბოლოო ჯამში რადიკალური ოპოზიცია საკუთარ თავს შეიძლება ვთქვათ, რომ არ ეკუთვნის, ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები თავის მხრივ ელოდებიან დირექტივებს, მითითებებს საკუთარი უცხოელი პარტნიორებისაგან თუ პატრონებისაგან, არავით არის, ასე ვთქვათ, საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად თუნდაც საპარლამენტო არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით არ შეიძლება და ყოველგვარ აზრს არის მოკლება. ესეც ერთგვარი მცდელობა არის იმისათვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაიმართლონ და თქვა, რომ აიმიტომ იღებენ მონაწილეობას, რომ საპარლამენტო არჩევნების იმედი აქვთ, თუმცა მათი ეს განცხადებები მხოლოდ სახლობანას თამაშს გავს და არც კონკრეტული მიზანი, კონკრეტული პროექტი, პროგრამა, გეგმა აქვს ხალხთან წარსადგენი. მმართველი გუნდი რიგარეში არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს. სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნები რჩება ოპოზიციის დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად. პარალელურად 6 თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ სპექტრს სულ უფრო ცოტა დრო აქვს დარჩენილი გადაწყვეტილების მისაღებად, ვინ იბრძოლებს და ვინ არა ადგილებისთვის საკრებულოებში, ან თუ იბრძოლებენ რა კონფიგურაციით და როგორი საარჩევნო პროგრამით.